დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვეულო დროით მიწევს ესე რომ ვთქვათ, ვიდეო ლაივის ჩაწერა. მაგრამ უბრალოდ მაქვს ახლა დრო, შეიძლება დღის მანძილზე არ მქონდეს და მინდა გამოვეხმაურო ჩემი YouTube ტრანსლაცია, რომელიც გუშინ მიმყავდა ჩემს არხზე, YouTube-ის არხზე და რომელიც ეხებოდა იმ საკითხს, რომ თურმე ბევრისთვის ის გახდა, რა ქვია, გამაუგნებელი გახდა ის რაც ვისაუბრე, რომ საპატრიარქო და პირადად პატრიარქი მთელი ამ ხნის მანძილზე ეთანხმებოდა, ულოცავდა ერს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყველას ლოცავდა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობას ღებულობდა და თურმე გუშინ გახდა ცნობილი საპატრიარქოსთვის და საპატრიარქოს არის წმინდა სინოდისთვის და ნაკლებად მგონია კიდე ერთხელ ხაზს უსვამ, რომ პატრიარქის დაწერილი იყოს ის რაც გამოქვეყნდა, იმიტომ რომ ადამიანი ისეთ მდგომარეობაში არის მისი ასაკიდან გამომდინარე, ახლა არ მგონია რომ კითხულობდეს ყველაფერს და თვითონ წერდეს და პატრიარქის სახელით კი ბევრ რაღაცას წერენ, მაგრამ მე არ ვამბობ იმას, რომ მანამდე ეს არ ხდებოდა, არის იქ ვიდეო მტკიცებულება, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ შევძამდეთ და ნახოთ. სადაც პირადად ულოცავდა ერს ქვეყანას და მადლობას უხდიდა ხელისუფლებას, რომ კანდიდატის სტატუსი გვეღირსა ქართველებს და ასევე უღრმეს მადლობას ეუბნებოდა იქეთ ევროპის წარმომადგენლებს და ყველა ქართველს გვეუბნებოდა, რომ თურმე ეს არის დიდი ვალდებულება თურმე თითოეული ქართველისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ვალდებულება გქონია თურმე ქართველებს, რომ ეს ახლა 2003 წელს რო არ 23 წელს რო არ გადავიდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, აგერ 9 მაისი ევროპის დღით რო გამოაცხადეს, მაშინაც იყო პატრიარქის წერილი გამოქვეყნებული და მაშინაც განაცხადა პატრიარქმა დიდი, ესე რომ ვთქვათ, მოფერებით და სიყვარულით არა მარტო ევროკავშირს კანდიდატის წევრ ქვეყნებს მიულოცეს პატრიარქის სახელით იყო თუ პატრიარქმა განაცხადა, ყოველ შემთხვევაში პატრიარქის სახელით გაკეთდა ეს განცხადება, რომ ულოცავდა მიღებას იმას, რა ქვია, ევროპის დღეს. ხო და მე ამ დებილ ხალხს მინდა ერთი, რომლებიც შემოხტენ და მე დამიწყეს თურმე ისა, რა ქვია, მე თურმე რაღაცას ვაბრალებ, რაღაცას ვიგონებ, თურმე რა ვიცი, ზოგი მეუბნება რომ ხალხს ვაბრკოლებ თურმე და მე თურმე რა აბრკოლებს ერთი ამ ხალხს. მე ვერ ხვდები ელემენტარულად, ვინმე რამეს აბრალებს, ვინმე რამეს იგონებს, ვინმე ცილს წამებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს საპატრიარქო იქნება, ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია იქნება, მე რასაც ვლაპარაკობ, იმის მტკიცებულებას არ ვდებ. და რა არის დაბრკოლება, რაში არის? სიმართლის თქმაში არის დაბრკოლება? დიახ, საპატრიარქო და პატრიარქი მიესალმებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და საპატრიარქოს ჯგუფი იყო წასული ბრიუსელში, ნატოს და ევროკავშირის, ასე რომ ვთქვათ, ჩინოვნიკებს შეხვდნენ და ისი არ ყოფილაო ჩვენ რო გვეგონაო და მაგათ რო ეგონათო, ასე არ ყოფილაო საქმეო და შენ ჭირიმე შენ გენაცვალე კონდათ გამართული. და ამას წარმოგვიჩენდნენ სულ ყველა სახელმწიფო ტელევიზიები იქნებოდა, ქოცობა იქნებოდა თუ ვინ იქნებოდა, წარმოგვიჩენდნენ იმას, რომ აი ევროკავშირი თურმე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მისაღები არის და ჩვენ მივდივართ თურმე ქრისტიანულ ევროპაში. რომელიც არ არსებობს, თუმცა ეს ცალკე საკითხია. არადა საპატრიარქო და სასულიერო პირები, რომლებიც ჩვენზე მეტი განსწავლული უნდა იყვნენ და ჩვენზე მეტი უნდა ესმოდეთ ამ საკითხში, მარტივად უნდა ხვდებოდნენ იმას, გუშინდელ ტრანსლაციაშიც გქონდა ჩვენები, რომ 2004 წლის ლისაბონის კონსტიტუციით, როდესაც ევროკავშირის კონსტიტუცია იქნა მიღებული, საერთოდ უარყოფილი იქნა ქრისტე და ქრისტიანობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ამ საკითხს ლობირებდა იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, რამოდენიმე ევროპის ქვეყანა, რომ ქრისტიანობა ჩაწერილი იყო როგორც თუნდაც კულტურული ნაწილი ამ ყველაფერში, მაგრამ ესეც არ ჩაწერია. რამაც 2004 წლის 20 ივნისის რომის პაპის განცხადება არის, რომ ასე როგორ შეიძლება ქრისტიანობის უარყოფა ევროკავშირში და ერთი სიტყვა როგორ არაა ქრისტიანობაზე ნათქვა.
ეს ვინმესთვის სიახლეა და რომ ევროკავშირს არანაირი კავშირი არ გააჩნია ქრისტიანობასთან. ეს ოფიციალური შემთხვევა არის და შევძალდით, ნახეთ იქ მე ვიდეოებიც მქონდა, ლინკებიც მქონდა, ყველაფერი. და ეს არ იცოდნენ საპატრიარქოში აქამდე? მე მაინტერესებს ეს არ იცოდა პატრიარქმა, არ იცოდა ჯაღმაიძემ, არ იცოდა მუჯირმა, არ იცოდა სხვებმა? ანუ მართლა მაინტერესებს, კითხვას ვსვამ. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. უბრალოდ მაშინ ისე იყო საჭირო. და ახლა ასე არის საჭირო. და მე თუ სიმართლეს ვამბობ, მე თუ სიმართლეს ვლაპარაკობ, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს ვაბრკოლებ. ეს იყო, ეს ქვეყნის ბედს ეხება, ერის ბედს ეხება, ჩვენ წარსულს ეხება და დიახ, ასე იყო. ისევე როგორც ვერავინ ვერ უარყოფს იმას, რაც საპატრიარქომ ჩაიდინა 90-იანი წლების პერიოდში. ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება, შევარდნაძის წინაშე დაჩოქება, ქართველი ხალხის გვინც იყვნენ და ჯაბაიოსელიანის, რავი, გმირად შერაცხვა ქართველების და აფხაზების ჯალათის გრაჩოვის მონათვლა ეკუმენისტურ საბჭოში ყოფნა საქართველოსი და სხვა უამრავი, ბევრი რაღაცე. და მე თუ ამ სიმართლეს ვლაპარაკობ, მე თუ ამ სიმართლეს ვამბობ, რომელიც მახსოვს ისტორიული ფაქტია. ვარ ვიგონებ რამეს. ვარ ვიგონებ რამეს, ხო ქრისტიანები ხართ, კაცო, ქრისტიანობაში პირველი მთავარი ამოსავალი წერტილი არის სიმართლე. გამომიხტებია დემონურ სიმართლეს ვლაპარაკობ. ახლა მე გამაგებიეთ მაშინ, როდის იყო საპატრიარქო მართალი? მაშინ იყო, როდესაც ჯაბაიოსელიანს გმირად რაცხავდა, მაშინ იყო, როდესაც აჩოქებდა ხალხს. მაშინ იყო, როდესაც ეკუმენიზმში იყო გარეული მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს სახელით? თუ როდის იყო? მაშინ იყო მართალი ევროკავშირისკენ რომ მოგვიწოდებდა, თუ ახლა არის მართალი? თუ არ იცოდნენ საპატრიარქოში, რომ ევროკავშირი მოითხოვდა ერთსქესიანთა ქორწინებებს და ანტიდისკრიმინაციულ კანონებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ? მე ვერ ხვდები. მე რა შუაში? ანუ ჩემი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მე ამ ყველაფერს ხედავდი და ვამბობ. ესაა მთავარი პრობლემა, მე ვარ პრობლემა თუ არა. თქვენ ეგრეთ წოდებული მრევლი, დიდი ასოებით, თურმე თქვენ კაი, კაცო, იყავით, ვინ როგორი ქრისტიანია, ეგ ფალმა იცის და მე გავიგებთ მაგას იმ ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში ვერ გავიგებთ მაგას, მაგრამ სიმართლის თქმა, როდის მე გახდა ერთი მაინტერესებს ისა, რა ქვია, დაბრკოლება. მე ვერ ხვდები ამას თქვენ დამოკიდებულებას სიმართლის მიმართ, რაც იყო ისტორიული ფაქტების მიმართ. რა შუაში აქ? ანუ სიმართლე თქვენ ის რაც თქვენ გააკეთეთ, ვინმემ რო შეგახსენოთ, ეს დანაშაულია. და როდემდე აი გასაგებია რომ თქვენ ცხოვრობთ ტყუილში. მესმის, რომ თქვენ ცხოვრობთ ტყუილში, ამ ტყუილში, სადაც იბერიის გაბრწყინებას ელოდებით, სადაც ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის ლოცვა კურთხევით 6-მეს დონის წმინდანი არის, ღვთისკაცი არის, სადაც შევარდნაძე დიდი პოლიტიკოსი იყო, სადაც გრაჩოვი მოსანათლე იყო, სადაც ჯაბაგმირი იყო, სხვა ბევრი რაღაცები. ნუ გასაგებია, რომ თქვენთვის ეს ნორმა არის და ნორმალ ჩემს არაა ეს ნორმა. არა, არ ვთვლი. ნამდვილად არ ვთვლი ამ ყველაფერს, რომ ეს იყო ნორმა და ეს იყო კარგი. იმიტომ ამან უბედური შედეგები მოუტანა ჩემ ქვეყანას. და ქართველიერი განადგურების და გაბრწყინების კი არა, გადაშენების ზღვარზეა მისული. და ამის თქმა დანაშაულია, ესე იგი, რამაც შეუწყო ხელი ამ ყველაფერს. აბა, მე ვერ ხვდები ამ ხალხის დამოკიდებულებას. იცხოვრეთ ბატონო ტყუილში. იცხოვრეთ, იყოს პატრიარქი თქვენთვის ცოცხალი წმინდანი, იბერიის გამაბრწყინებელი ბოლო პატრიარქი, უკანასკნელი პატრიარქი ბოლო ჟამის. იყოს თქვენთვის ბიძინა ივანიშვილი 6-მე. იყოს. ხო ამბობ, იყოს თქვენთვის ვასაძე რაინდი, რომელიც თურმე ესე იგი
ზვიადის სტელში და ზვიადიზე და საერთოდ ამ იმაზე რას არ ვიცი მე ამ კაცის რა ინდობა რაში დაინახეთ თქვენ მე ვერ ხვდები იყოს თქვენთვის პატრიარქის ხელით დაჯილდოვებული ახალაია წმინდა გიორგის ორდენოსანი იყოს პატრიარქის ხელით დაჯილდოვებული ჭყარტიშვილი ასევე წმინდა გიორგის ორდენოსანი მე მგონი არ ვიცი ახ ზუსტად რომელი ორდენი მიენჭეს ასევე მადლიერი ხაზარაძესი მადლიერი იმ თაღლითი იავნანას ფონდი რო ქონდა ხო იყოს თქვენთვის იყოს ჩემთვის არ იქნება და ვერ იქნება და თქვენ თუ გინდათ ამ წყვილში ცხოვრება იცხოვრეთ ბატონო იცხოვრეთ როდესაც საპატრიარქო და პატრიარქი ყოველთვის ყველა ხელისუფალს უჭერდა მხარს ყველა ძლიერ სამა ქვეყნისა უჭერდა მხარს გარდა ზვიად გამსახურდიას ხო რატო არ უჭერდა და რისთვის არ უჭერდა ეს ალკეთე მამი ამაზე არ ვკამათობ ეს ხო ფაქტია და კარგი ზვიადმა 6 თვის მანძილზე ესე იგი ისეთი რაღაცა დაუშავა ქვეყანას რომ 35 წელიწადია ვერ აღმოფხვერით თქვენ ეს დანაშაული ასია ხო და ახოცეთ ხელი ყველაფერზე ზვიად გამსახურდიას ბრალი ყოფილა ყველაფერი რატო მოპარაზვიად გამსახურდიამ ქვეყანას რამე გაძარცვა გაყიდა იმას რა ქვია ქარხნები ფაბრიკები მიწა გაყიდა უცხოტომელები ჩამოასახლა თუ რა იყო მისი დანაშაული ქართული საქართველო რო უნდა და ეროვნული საქართველო რო უნდა და ის რო უნდა და რა ქვია მთელი ქვეყნის ეკონომიკა ხალხზე რო ყოფილიყო მორგებული ეს იყო მისი დანაშაული პატრიოტი რო იყო და მისი სიცოცხლით რო ზღო ყველაფერი ის მისი იდეა რასაც აკეთებდა ეს იყო დანაშაული ან მე თქვენ გეკითხებით და ვერ ხვდები ამიტომ იყო ხო მიუღებელი თუ რა გააკეთა ასეთი პიდარასტების კანონი მიიღო ან დისკრიმინაციული დაწყებული მიწის გაყიდვის კანონი თუ რა ხო აი ამაში იყო საქმე და ამაში არის უბედურება და თქვენ კიდე ბრძენო ქართულო საზოგადოება დიახ იცხოვრეთ იმ ქვეყანაში დიახ იცხოვრეთ იმ საქართველოში და ამას თუ საქართველო ქვია გინდა ერში აიღეთ გინდა ბერში აიღეთ ახლა ვისაც ჩამოგითვლით რომელიც დაჯილდოვებული არის ან პატრიარქის ან საერო ხელისუფლების რომელიც მისი ხელდასმული იყო ხო მის განათლულ შევარდნაძეზე მის განათლულ იმაზე რა ქვია გრაჩოვზე იცხოვრეთ მის იმაში რა ქვია გმირად აღიარებულ ჯაბაში იცხოვრეთ მის მიერ დაჯილდოვებულ ახალაიების როლანდ ახალაიას საქართველოში მადლიერი იმის რა ქვია ხაზარას საქართველოში ასევე ჩხარტიშვილის დაჯილდოვებულ საქართველოში რომელიც პატრიარქმა დააჯილდოვა იცხოვრეთ ახლა საეროზე გადავიდეთ იცხოვრეთ ბატონო დემნა გვასალია ცნობილი მეტრაგე და პედერასტი რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქეა ბაია პატარაია რომელიც ღირსების ორდენის კავალერია სადაც ისა რა ქვია ინგა გრიგოლია თამარ მეფის ორდენოსანია სადაც ნანუკა ჟურჟოლიანი თამარ მეფის ორდენოსანია კვესიტაძე თამარ მეფის ორდენოსანია იცხოვრეთ ამ ქვეყანაში სადაც ვასილზე რაინდია ცხენი სად აყავს ერთი თუ ყავს კარგად შეკაზმული კიდე ვაიმე რა კარგად ლაპარაკობს იცხოვრეთ ჩემი საქართველო არა ეს და ჩემნაირების საქართველო არა ჩვენი საქართველო სხვა საქართველოა და თქვენი საქართველო ესაა და ილოცეთ და ელოდეთ იბერიის გაბრწყინებას მე იტყვის იცით გამოვა ბევრი და იმის ლაპარაკს დაიწყეს რომ ღმერთო რა გვჭირს რა გვეშველებ რა უნდა გეშველოს მკრეხელს რა უნდა გეშველოს ქრისტიანობის უარმყოფელს გადამგვარებელს 1000 უბედურებაში გარეულს საკუთარი ისტორიის მიმაფურთხებელს 1000 ჯერ პურზე გაცვლილ ჯვარს და ასე შემდეგ რა უნდა გეშველოთ ხართ ღირსი რო გეშველოთ
ეს ერი ბარაბას გზაზე არის დამდგარი. დიდი ხანი. ბარაბას გზაზე. და ვინც ეტყვის, რომ ბარაბას გზაზე დგეხარო, აი ეს არის ცუდი. თუ არა, ვინც ამ ბარაბას გზაზე მირბის და მიუძღვება წინ, ისინი ყველა კარგი ხალხია. თავისი ლოცვა მკურთხებებლიან. მე კი არავის არ ვაბრკოლებ. თქვენი უსინდისობა და თქვენი უნამუსობა გაბრკოლებ. აღარაფერს ვლაპარაკობ ჯულის კანონში როგორ წერია, აღარაფერს ვამბობ რუისურნისის კრებაში როგორ წერია, საერთოდ რამეში როგორ წერია და ქრისტიანულად როგორ უნდა იყოს. ამაზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ასე შეიძლება ელაპარაკო ადამიანს და აუხსნა, ვისაც მართლა გაურკვევლობაშია და უნდა სწორ გზაზე დადგომა და მართლა აინტერესებს ქრისტიანობის გზა რომელია და საქართველოს გზა რომელია. იუდას და ბარაბას და მის მიმდევრებს აზრი არა აქვს ამაზე ელაპარაკო. რაზე უნდა გელაპარაკოთ ხალხო? რაზე უნდა გელაპარაკოთ და სიმართლის თქმა გაბრკოლებთ? იყავით ბატონო, იცხოვრეთ ტყუილში. ჯორჯ ორუელის ნათქვამი არის ეს, დიდი ინგლისელი მწერლის. რათაც უფრო ღრმად ტყუილში ცხოვრობს საზოგადოება, იმას განსაკუთრებით, რათაც მეტი სიღრმეშია ტყუილში, უფრო ეზიზღება ვინც სიმართლეს ამბობს, იმიტომ რომ ყველა ამ ცოდვაში გარეული. და ყველა ხართ თანამონაწილე, ვინც იცით. თქვენ ხო ყველამ იცით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. თქვენ ხო ყველამ იცით აბსოლუტურად ის, რომ ასე მოხდა ზვიადის მიმართებაში. თქვენ ხო ყველამ იცით, რომ ასე მოხდა შევარდნაძის მიმართებაში. თქვენ ხო ყველამ იცით, რომ ეს ჯვარი, ეს გერბი სააკაშვილის მიმართებაში ხო საპატრიარქოს დაშვებული. თქვენ ხო კარგად იცით, რომ საპატრიარქოში რაც ხდება და ბიზნესმენებად რო არიან გადაქცეული. ვითომ ეგ წმინდა სინოდის ხალხი, რომლებიც მარხვაზე დგომიდან და ქრისტიანული ცხოვრებიდან ნაცუცნი კაფეტებივით დასუსტებულები უნდა იყონ, აღარ იციან რომელი მილიონი სად შეინახონ. ხო იცით რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ იძახი, არა, ჩვენი წმინდა სინოდი, ჩვენი წმინდა ეკლესია სად ჩამოვიდე უკაცრავად ერთი სად ჩამოვიდე, ან ვის დაუდგე, რომელ ხალხს დაუდგე, რომელ ხალხს აინტერესებს გამოსვლა ამ ტყუილიდან. რომელ ხალხს სჭირდება, მარტო Facebook-ზე რო აკომენტარებენ და წუხან? რომელი ხალხი იღებს ხმას? თქვენ ხო კარგად იცით, რომ ბიძინა ივანიშვილს მილიონები და მილიარდები რო არ ქონდეს, ბიძინა ივანიშვილს ხმის მიმცემი არავინ არა და გვერდში დამდგომი არავინ არა. ხომ კარგად იცით ეს ყველაფერი. რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირი ერისთვის თავდადებული ადამიანი არა. არის ერთი ჩვეულებრივი ვაჭარი, რომელიც ყიდულობს ხალხს და ხალხში დებს ინვესტიციას, რომელიც მე ხმას მიცემს, რომ თვითონ უნდა იყოს უსაფრთხო. თქვენ ხო კარგად იცით, რომ არანაირი რაინდი არა. აი ეს თქვენი ვაშკაცი ვასაძე არის ერთი ჩვეულებრივი გამზღარი მილიონერი, რომელსაც ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებს და როცა გაუჭირდება ფული, მაშინ იღებს ხმას და როცა დღეს ლანძღავს ივანიშვილს და ხვალ გამოვა კაის იძახის. თქვენ ხო კარგად იცით, რომ ეს ყველაფერი რაც ჩამოუთვალე, ეს არათუ ქრისტიანულში ჯდება რამეში, საერთოდ ადამიანურში, აი აღანაირ ადამიანურში არ ჯდება. ხო კარგად იცით. რატო არ ამბობთ? რატო არ ამბობთ? გწვენიათ, გეშინიათ, ღმერთი დაგჭით? ღმერთი მაგ დუმილისთვის დაგჭით. ღმერთი მაგ ფარისევლობისთვის დაგჭით. თორ სხვა რამისთვის არ დაგჭით. იმიტომ რომ ქრისტიანობა და ქრისტეს გზაზე დგომა ხო ეს არა იოლის საქმე. სიმართლის თქმა და სიმართლის მხარეზე ყოფნა და თქვენ ტყუილის მხარეზე დგომა გირჩევნით. და ძლიერის მხარეზე გვერდზე დგომა გირჩევნით. მე რა მოხდა, მე წახვალთ, მე იმაში რა ქვია, ეკლესიაში და მოინანიებთ. თქვენი მამაო მოგიტევებთ და თქვენი მამაო შეგინდოთ და ვინც რამე სიტყვის, მე გამოგიხტებიან და იტყვენ, ვინც საპატრიარქოს დაუპირისპირდა. ხო, მე ტყუილს უპირისპირდები. რა მნიშვნელობა აქვს ამას საპატრიარქოდან იტყვიან თუ საიდან იტყვიან? ვინმე გამოვიდეს, ვინმე დამიჯდეს, ვინმე ამიხსნას. ვინმე ამიხსნას, რომ ეს ყველაფერი რაც ამ ხნის მანძილზე ჩვენი ერის დამაქცევების მიმართ მოწყალება და წყალობა გაიღეს საპატრიარქოდან და ის რაც დღეს ეკლესიებში ხდება და ის რაც საზოგადოებაში ხდება, რომ ეს ნორმალურია. ამიხსნას, ვინმე დავიჯერო იქნება.
ვერ ამიხსნის. მარტივი მიზეზის გამო ვერ ამიხსნის, იმიტომ რომ არასწორია ეს ყველაფერი. არასწორია. და არასწორი რო არის, ამან შედეგები მოიტანა თავისი. დაიცალა საქართველო. დაიკარგა ტერიტორიები. აივსო უცხოტომელებით. ამას ვერ ხედავენ. მენტალიტეტი და ახლა სულით ქართველი რამდენია დარჩენილი ეს სისხლით რამდენი ქართველია დარჩენილი იგია საძიებელი 100 გამადიდებლით და სულით ქართველი რამდენია დარჩენილი ამაზე რომ მივიდგეთ ჩვენ და ამაზე რომ ვილაპარაკოთ ჰა 2-3% თუ დარჩა ალბათ ერში ესეც უდიდესი მიღწევა იქნება არ შეიძლება ამის ლაპარაკი ღმერთი დაგვრჩის ვაბრკოლებ მე ხალხს გაგრძელეთ ცხოვრება გაგრძელეთ და სადამდე მიგიყვანთ ეს ფარისევლობა სადამდე მიგიყვანთ ამ ტყუილის მხარეზე დგომა სადამდე მიგიყვანთ ეს თქვენი ესა რა ქვია გამყიდველი ბუნება რომელიც ფულის გამო მზად ახართ ყველაფერზე უარი თქვათ და თქვენი უსაფრთხოების გამო ვის აქვს ახლა ცხრა თავი და ვის აქვს ახლა შარის თავი ქოცებზე რამე თქვა საპატრიარქოზე რამე თქვა ხო დარხეულია ყველას პირიქით იმას უნდა მიესიო ვინც ისე კი არ ლაპარაკობს როგორც ეს წეული ბანდა ლაპარაკობს მართლმადიდებლობაზე და ქრისტიანობაზე და როგორც დღეს ერთ-ერთი მთავარი ქოცი შაქირა რო ყავთ ეგერ წამოჯენილი რომელიც ამბობს რომ ქართველი კაცმა მართლმადიდებლობაზე უნდა თქვასო ვარიო თუ ევროპაში უნდაო წასვლაო და დღეს მთავარი ქოცია თავი კოც გამრავებელია. თევს ეს არქივში, ვისაც გაინტერესებთ, ნახეთ. აი, ისეთი კაცობა არის დღეს კაი კაცობა. მიმიფურთხებია თქვენი კაი კაცობისთვის და მიმიფურთხებია თქვენი კაი ქალობისთვის. და შემოდით აქ და მე დამიწყეთ ლამძღვა და ესა მასკნა. აი, ადრე თუ გვიან სანთელსაკმეველი თავის გზას იპოვის. საქართველოში გადაიღეს მონანიება სხვათა შორის. სხვაგან არ გადაუღიათ და ქართულ ენაზე არის და ქართულ რეალობას აღწერს. ადრე თუ გვიან ყველას მიუვა მისავალი, ვინც ამ ერის და ამ ხალხის მიმართ და ამ ქვეყნის მიმართ ამდენი უბედურება ჩაიდირა. და დღეს რო ფარისევლებით არის გავსებული საქართველო. ხო, ესა არ განიკითხო და არ განიკითხებ. კაცო, განკითხვა არის რა იცი? განკითხვა არის ჩემუძმაო, როდესაც შენი იწყებ ვიღაცაზე ჭორაობას და ის რაც არ ეხება მას. მე არავის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს და მე არავის საქმიანობა არ მაინტერესებს თუ ის არ უკავშირდება სახელმწიფოს და ერის ბედს. და თუ კი ერის ბედს და თუ კი სახელმწიფოს ამბავს ეხება, თუ კი რწმენის ამბავს ეხება, ეს განკითხვა კი არა, ეს მხილებაა ჩვეულებრივად. და სამხილებელი აღარაფერია დარჩენილი. ყველაფერი მხილებულია. ყველაფერი ნათელია და ხელის გულზეა. უბრალოდ ხალხი აღარაა დარჩენილი, ვისაც ამ სიმართლის მოსმენა უნდა. პირიქით, რატო არა დარჩენილი, იცი? აბსოლუტური უმრავლესობა თანაზიარია ამ ცოდვის. თანაზიარია. და კარგათაა. ამ ცოდვაში, როგორც ღორის ტალახში გორაობა ურჩევნია, აი ისე ურჩევნიათ. აუ ეს ჩემო კარგო ჯერ სიმართლე გითხრა ანარქიზმის და ანარქისტის და ანარქის ისა რა ქვია გაგება ისწავლე კარგად წაიკითხე რომ ეს ანარქიზმი არ ნიშნავს იმას რომ არც წინამთავრობა მოგწონდეს არც ახლანდელი მთავრობა მოგწონდეს და არც ეკლესიის სახელით რაც ხდება ეს არ არის ანარქიზმი ცოტა სხვა რაღაცაა ანარქია და ანარქიული წყობა და მე დაწერე ეგეთი კომენტარი. ხო. ჩემო კარგო. ხო. არა ვარ მე ვალდებული. მომწონდეს ან წინამთავრობა, ან ახლანდელი მთავრობა. და არც იმაში ვარ ვალდებული, რასაც ჯულის კანონი როგორც ქრისტიან ადამიანს მეუბნება, რომ ეს ასე უნდა იყოს, რომ ის ისი არა, მე ვიძახო, რომ ის ისი. აი ესაა ჩემო კარგო. აი ამაშია საქმე. იბატონო რევოლუცია მომისმინე ჩემოძმაო როგორი რევოლუცია უნდა მოხდეს ვინ უნდა მოახდინოს რევოლუცია LGBT-ების რევოლუცია უნდა მოხდეს
უგინარ განათლებულების რევოლუცია უნდა მოხდეს. სად დარჩა რევოლუციონერი ქართველები? სად დარჩა? ქართული სულის და ქართული აზროვნების ბრძოლა მიდის ბაგაბაღიდან. ყველა დონეზე. ზომბირებული ბავშვები უნდა გამოვიდნენ. ვინც არ იქნება ზომბირებული ამ ხრივ, იმ ხრივ უნდა იყოს ზომბირებული. აი ხდელმა რაც თქვა, თურმე ის ყოფილა სიმართლე. არა აქვს მნიშვნელობა იმ ხდელმა რაზე თქვა, როგორ ხდელია ხო თქვა, დარჩენ შენ არ გაქვს უფლება. შენ თუ ამბობ, შენ განიკითხები. ხო. ერთი ზომბირება ისე, მეორე ზომბირება ასე. როდესაც გადმოუღებთ სოდვას, როდესაც დაელაპარაკები კანონით ერთ მხარეს და მეორე მხარეს საფრთხო წერილით, რომელიც სულიწმინდის მადლით გადმოსული ადამიანებს და დაწერილია ეს ქრისტიანობაში. რომ იმის ზემოთ არაფერი არ ითვლება. აი შენ უკვე საშიშია და ცუდი ადამიანი ხარ. ხალხი თვლის თავს ქრისტიანებად. დიდი ჯულის კანონი არა აქვს გაგონილი. 20 წელი 25 წელი აფსარებლები არიან. დიდი ჯულის კანონი. მის მამაოს ერთ სიტყვა არ აქვს ნათქვა. რას ნიშნავს დიდი ჯულის კანონი? რომ ეს რეალობაში დიდი ჯულის კანონი წარმოადგენს იმას, რომ 8 საეკლესიო კრების გადაწყვეტილება არის, რომლის შეცვლის უფლება დედამიწაზე არავის არ აქვს. არათუ მის მამაოს, რომელიც დამოძღვრავს. და საერთოდ სასულიერო პირი იმისთვისაა, საერო პირისთვის საჭირო, რომ ჯულის კანონში რაც წერია, ის მიიტანოს გაზაგებენაზე ამათთან. და რა ის ძველ აღთქმაში რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა ეს ზღაპრებით როგორც გაშტერებული ხალხი. ყველას რო თავისებური გაგება აქვს. აი ეგ არის უბედურება. უბედურება ისაა, რომ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ქრისტიანები, ეგრეთ წოდებული ქრისტიანობა, რომელიც საქართველოში ვითომდა ქრისტიანი ხალხი, ეს ქრისტიანობად არ ითვლება. არ ითვლება. იგივე ჯულის კანონის მიხედვით. თქვენ შეიძლება მან რა ქვია, ეხლა ჯაღმა იძემ და მისმა ყანდურებმა არ განკვეთო. აი ახლა გამოხდა ერთი ხდელი, რომელიც იძახის, რომ აგერა გამოვიდა და აგერ იძახის, რომ ღირსებით ევროპისკენ გვიძახოდითო და ახლა გახდაო, ახლა გინდათო ერისო შემოდელი ხარ. ვინ გეკითხება შენ, ან ევროკავშირს ვინ გეკითხება, ან რუსეთს ვინ გეკითხება, ან შენი საქმე არის სულიერება. ეს სხვათა შორის განკვეთილი არაა, ისევე როგორც სხვა დანარჩენები. ამის მაკურთხებელიც წესიდარიგით ჯულის კანონით. და ესეც განკვეთილები არის. ამათგან მადლი არ მოდის. ვინ ეკითხება ამას? მერე და მეორე საით მოუწოდებს ქვეყანას და ერს, იქ სადაც უგჯულოება, იქ სადაც ქრისტიანობა საერთოდ არ იხსენიება, თუნდაც კულტურული გადმონაშთის სახით. რა ხდელია ძმაო, მიდი ახლა და უთხარი, მამაო, უთხარი, მიდი ახლა ამას რამე. შენ გამოხვა, ცუდი გამოგაი. ამიტომ ზვიად გამსახურდიას ამხობის ხარდაჭერაში აი ამ ყანდურებს რა ქონდა თავარი მიზეზი და მიზანი იცით? იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია იყო მომხრე, რომ საეკლესიო სასამართლო აღდგენილიყო რუის ურბნისის შესაბამისად, მომხდარიყო წმენდა ეკლესიაში და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო მართლმადიდებლობა, რომელიც კატასტროფულად წინააღმდეგი იყო ამათი. ეს ჯერ კიდევ მაშინ. ახლა, როდესაც ანაფორიანი მხედრიონითაა გავსებული ეკლესია, ესენი ეკლესია არ არიან, ეკლესია სხვა რამეა. ისინი არიან ეკლესიაში შეპარული ეშმაკები. აი ეს კიდე არავის არ აწყობდა, არც ქვეყნის შიდა მტრებს და არც ქვეყნის გარე მტრებს. აგერ შებძანდით ბატონო გუშინდელის ნახეთ ტრანსლაცია და იქა სადაც იცახია რომ ჩვენო ევროკავშირიო სხვა რაღაცა გვეგონაო, სხვა რაღაცა ყოფილაო, კაცო, ო ქრისტიანობის სწავლება არასწორი ინფორმაცია გქონიაო. არასწორი ინფორმაციას გვაწვდიენო, კაცო, ევროკავშირი სულ არ ითხოვსო ჩვენგან ერთსქესიან ქორწინებებსო და ეს ევროკავშირის წევრობაო, ამას არ ითხოვს. ეს მის მერე, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი იქნა მიღებული. რა ვიცი, ჩემო ძმაო,
ასე ბოდიალობენ ყველა, იმიტომ რომ ერთს გეტყვით რა, ქართულ პოლიტიკაში ტყილან რავინ დაიწყებს ახლა ლაპარაკს, რომ რომელიმე პარტია, არც ერთი და ნიშნავს ყველას 100%-ით არ ემსახურება ქართველიერის ინტერესებს. ყველას აქვს თავისი ინტერესი, მათი ამოსავალი წერტილი არის შეძრენ პარლამენტში, იმიტომ რომ მიიღონ დაფინანსება, იშოვონ ფული. მხედრიონი და ღვდელი რა, გავშებულია ნამხედრიონალი ღვდლებით ეს არა, ეგლესია. ახალი ამბავი. ტანდემში მოქმედებდნენ ერთად, ჯაბასთან ერთად. პროვინციული ფაშიზმის დასამარცხებლად. ბავშვი ვიყავ, თქვენ მგონი არ მახსოვს? ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი იყო ეროვნული მოძრაობის წევრი. ძალიან კარგად მახსოვს რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ბევრი მახსოვს, ბევრი წამიკითხია, ბევრი მომისმენია. არ უნდათ ვიცი ამ ხალხს. ქართული ცხოვრება, საქართველოში, ქართული ცხოვრება არ უნდა ევროპული. უბრალოდ ახლა გახდა პრობლემა. აი ახლა გახდა ეს ყველაფერი პრობლემა და რატო გახდა ისე ახლა პრობლემა? ამათი ამოსავალი წერტილი ანაფორაში მყოფების თუ იმაში სკამზე მჯდომელებისთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილი სამშობლოს სიყვარულის არის ფული და თანამდებობა. ფული და თანამდებობა ეს შეიძლება დაკარგო. აი ახლა გახდა ევროკავშირი ცუდი, თორე ევროკავშირი როცა მათხოვრულ კაპიკებში ყიდულობდა ამათ საკუთარი ერის წინააღმდეგ და გადაგვარებაში უხდიდა, საკუთარი ერის გადაგვარებაში უხდიდა ფულს, მაშინ წინში ევროპისკენ მირბოდნენ, მაგრამ დაავიწყდათ. ერთი რაღაცა დაავიწყდათ, რომ უფასო ყველი მხოლოდ და მხოლოდ სათაგურში იყო. საქმეზე რომ იდგა მოთხოვა ევროკავშირმა თავის დაღუპა. არ მოგწონს, თუ არ მომწონს, მიზეზიც მაქვს რატო არ უნდა მომწონდეს. კაცი კაცს არ გავს, ხალი ხალს არ გავს, ღვდელი ღვდელს არ გავს, სიმართლის მოსმენა არავის უნდა, ერის ბედი ასე არის აწყობილი. მე ვინა ვარ, ვინ ვაგდივარ, რომ ამას ვამბობ. და მე ჩემს სიმართლეს გავიტან საქართველოში, დღევანდელ საზოგადოებაში. რა, 10 და 20 დებილს არ მოგისევენ, რომლებიც აი აქეთ დაგიწყებენ იმის ლაპარაკს, რომ თურმე მე ღვთისმგმობელი ვარ და ეს და ის. და ელაპარაკე ახლა იმას გინდა შენ ჯულის კანონზე ელაპარაკე და გინდა რუის ურბნისის კრებაზე ელაპარაკე და გინდა რაზე უნდა ელაპარაკე. ყველას უნდა ყავდეს თავისი სექტა. ხელისუფლებას ეყოლება სექტა. ღვთლებს ეყოლება თავიანთი სექტები, რომლითაც მე თავის საჭიროებაში მე 25 მილიონს თუ აძლევენ, ახლა 60 მილიონს მიცემენ. მამაო იქ მიწები არის, იქისა და ეს კორუფციული ასეთ უბედურებაში მართავენ ქვეყანას. ვინმე ახსოვს დავით გარეჯი? ვინმე ახსოვს დავით გარეჯი ან საპატრიარქოში, ან საპატრიარქოს გარეთ? რო შემჭამეთ? ვაიმე სამსონ შენგენაცვალე ჩემო კარგო ხელისუფლების სათავეში მართლმადიდებელი 70% სანამ არ მოუვანებდი არ გეშ ერთი იყოს 70% კი არა ერთი იყოს ერთი ადამიანი მაჩვენეთ ახლანდელ დროში კი არა ცხონებული ზვიად გამსახურდიას მე ერთი პირი მაჩვენეთ ქვეყნის მართველი ვინც იყო მართლმადიდებელი შევარდნაძე იყო მართლმადიდებელი სააკაშვილი იყო მართლმადიდებელი მარგველაშვილი იყო მართლმადიდებელი ეს სალომია ეს მართლმადიანი ყოფილა საერთოდ და ბიძინა ამათი მამამთავარი და შემოქმედი ამას თუ საერთოდ სარწმუნოებასთან რომელიმე სარწმუნოებასთან აქვს რაიმე საქმე ვინმე წარმოგიდგენია მე ვერ წარმომიდგენია ვიდო ქრისტიანულს კი არა ნებისმიერ ერთადერთ რასაც ხედა ფული და მონები მეფე და ბატონყმობა ღმერთმა დაიფაროს ვინმე რამე თქვას თუ არა გამოვა იმ წუთში და 1,200,000 ამომრჩეველის სახელით წყვილს გაუხეთქავენ ქუჩაში თან ბიძინა რა შვაშიაო მე გეტყვი და იქ ნაცებს რო აგინებენ ამათთვის ხო ერი ნაცი და ქოცია მარტო 700,000 ნაცის სახელით რო ვიღაცა ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ისე რომ 1,200,000 ქოცი და 700,000 ნაცი იყოს საქართველოში რა რამაც სახელით ხო ლაპარაკობენ 700,000 თუ 800,000 ნაცის გინებაზე რომ მივიდეს ვიღაცა და მე ვიღაცა ნაცმა გალახოს ვიღაცა ქუჩაში ეს უკვე არ შეიძლება ეს აი არა ეს 700,000 ნაცი შეიძლება აგინოთ 700,000
აი ამ დონეზე არის დასული ქვეყანა. კი რატომ დიდი ხანია ეკლესიაში მადლი არ არის. მე ვერ ვგრძნობ ყოველ შემთხვევაში, რომ მადლი გადმოდიოდეს საქართველოს და ქართულ ერზე. და ასეთ საზოგადოებაზე, ასეთ ერზე და ასეთ ბერზე მადლი არც არასდროს არ გადმოვა. არც არასდროს არ გადმოვა. აი ამის თქვა მინდოდა ჩემო კარგებო. ეხლა ჩემ ლანძღველებს, ჩემ მაგინებლებს, ჩემ რა ვიცი იმაში დაბრკოლებაში დამადანაშაულებელ ადამიანებს მინდა გითხრათ, თქვენ ხართ უბრალოდ გაუნათლებელი, ფარისეველი ადამიანები, რომლებსაც არც ქრისტიანობის გესმით არაფერი. და არც საერთოდ რელიგიის არსის და არც სახელმწიფოზე და პოლიტიკაზე და ამაზე ზედმეტია ლაპარაკი. პოლიტიკა საერთოდ მეცნიერებაა და თქვენ მეცნიერს არაფერი არ გეტყობათ, ან მეცნიერების შემსწავლელ პროცესში მყოფი ადამიანის ყველაზე რთული პროფესია არის, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა სფეროს. და ყველაფერი არის დაშვებული ერთადერთი მიზნით, რომ შენი სამშობლოსთვის რაღაცა კარგი გააკეთო. კარგი ჩემო კარგებო, ცოტა მძიმე დილა არის, მაგრამ აი ამის თქვა მინდოდა ნამდვილად და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ რა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ისეთი წმინდანების ქვეყანა ყოფილა დღევანდელი საქართველო, ნამდვილად არ ყოფილა იქ ჩემი ადგილი რა. ნამდვილად რა. ერთი შემთხვევა მახსენდება, ისა გერმანიაში მოხდა, ვილგემ მეორე იყო იმაში ბერლინის საპატიმრო მოინახულა და ჩამოიარა ისა რა ქვია და აბსოლუტურად ყველა პატიმარი ამტკიცებდა, ზოგს მკვლელობა ედობოდა, ზოგს ყაჩაღობა, ზოგს უბედურება, ზოგს თაღლითობა და ყველა ამტკიცებდა, რომ ყველა იყო უდანაშაულო და ტყუილად იჯდა. ხოლო ერთადერთმა პატიმარმა თქვა, რომ კი ის იყო გაჭირვებული, შიოდა და ამის გამო მოიპარა მან რაღაცა და ამის გამო ზის და გამოსვლის წინ ციხის უფროსი დაიბარა და უთხრა. აი ის ერთი ზნედაცემული გაანთავისუფლეთო და რომელიო და აი ის მისი პირით ვინც აღიარაო რომ მოიპარაო და დანარჩენებიო პატიოსანი ხალხი არისო, არაფერი არ დაუშავებიათო და აი ერთმა ზნედაცემულმა არ გააფუჭოსო დანარჩენი პატიმრებიო და ის გაუშვით თავისუფლებაზეო და ესენი ამყოფეთა. აი ესეთი მდგომარეობა არის რა დღევანდელ საქართველოში. კარგად გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.